ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეროვნული არმიის დაარსების 98 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიების მასპინძელია ჩინეთის საელჩო საქართველოში. ამ დარბაზში კი ოფიციალური მიღება იმართება. ამ დარბაზში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა წიგნი, მაგალითად პრეზიდენტის შესახებ. ასევე აქ შეხვდებით არაერთ ლიტერატურას, ჩინური კულტურის შესახებ. საკმაოდ საინტერესო წიგნებია, მათ შორის დასურათებული და ვისაც აინტერესებს ჩინური ხელოვნება და კულტურა, აქ ყველა წიგნს ნახავს და გაიცნობა. Good evening. I'm very happy to have you here and to celebrate the 98th anniversary of the founding of the People's Liberation Army. ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინეთის სახალხო არმიაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ჩინეთის ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ ყველაზე ადრე დაიწყო და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. მისი თქმით, ჩინეთის არმია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მსოფლიო ანტიფაშისტური ომის სხვა საბრძოლო ველზე გამარჯვების მიღწევაში. მისი თქმით, ჩინელი ხალხი 14 წლის განმავლობაში იბრძოდა იაპონიის მილიტარისტული აგრესიის წინააღმდეგ, რაც 3.5 მეტია ამერიკისა და 2.5 მეტია ბრიტანეთის ანტიფაშისტურ ომებთან შედარებით. 35 მილიონზე მეტი ჩინელი ჯარისკაცი და მოქალაქე დაიჭრა და დაიღუპა, რაც მეორე მსოფლიო ომში დაზარალებულთა 1/3 შეადგენს, აღნიშნა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას. ელჩმა მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში ქართველების მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც ჭოუ ციენმა აღნიშნა, 700,000-ზე მეტი ქართველი გაბედულად გაემართა ფრონტის ხაზზე და დიდი მსხვერპლი გაიღო. სიტყვით გამოვიდა პოლკოვნიკი ტუ ციო, ჩინეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში.